დღევანდელი დღეც დაიწყო იმით, რომ ბატონი ედუარდი მოგზაურდა სვეტის ცხოველში. დილას, დილის 10 საათზე და თაყვანისცა ჩვენს დიდ მეფეს ერეკლე მეორეს, რომლის გარდაცვალებიდან დღეს არის 200 წლის თავი და სანთლები დაანთო მის საფლავზე. აი საიდან მოდის მისი ძალა, საქართველოს ძალა. აი საიდან ვღებულობ ჩვენ. მე არაერთხელ მithქვამს და დღესაც ვუთხარი მე მას, რომ ძალიან ხშირად ეუბნებიან თუ რამდენად გამართლებული იყო მისი ჩამოსვლა საქართველოში. თითქოს საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნა ეს იყო მისი წვერვალი, მისი აპოგეა, ასეთი მისი ცხოვრების და მისი მოღვაწეობის. მე მიმაჩნია, რომ ის რაც გამოიარა ეს ყველაფერი იყო მოსამზადებელი პერიოდი აი ამ მძიმე დროსთვის. ის უნდა ჩასდგომოდა საქართველოს აი ამ ურთულეს პერიოდში და მე მithქვამს და დღესაც ვუთხარი, რომ ის რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში, ჯერ ერთი წარმოუდგენელი იყო თუ რა მოხდებოდა საქართველოში და ქართველი ხალხი არ აპატიებდა მას ამ ჩამოსვლელობას. მე მინდა გითხრათ, რომ ქართველი ხალხი უმადური არ იქნება. ქართველი ხალხი აუცილებლად დაუმადლებს ბატონ ედუარდს. დალოცვილი ყოფილიყოს და მრავალჟამიერი ყოფილიყოს მისი მოღვაწეობა და დალოცვილი ყოფილიყოს საქართველო და ღმერთმა მოგვასწროს ბედნიერ მთლიან საქართველოს. ამინ. შაბათ დღეს გამართულ ამ საღამოს თავად პრეზიდენტი არ ესწრებოდა. გვჯერა, რომ ამ დღეებში მის დაუსწრებლადაც ბევრმა უსურვა მას გამძლეობა და წარმატება, თუნდაც ჩუმად და თუნდაც თავისთვის. პრეზიდენტის წარმატება ხო ქვეყნის წარმატების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ მოდით ამჟამად ჩვენს თავს ვუსურვოთ. პრეზიდენტის შემდეგი იუბილე ქუჩებში ფეიერვერკებით, ხმაურით, სადღეგრძელოებით და კონცერტ წარმოდგენებით აღნიშნოთ. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ერს ამის სურვილი, საშუალება და ხალისი გააჩნია. ამის გამოხატულების საბაბად კი პრეზიდენტის იუბილეზე უკეთესი რა უნდა იყოს.